საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს ღონისძიებები დღეს 12 ქალაქში გაიმართება. ბათუმში მთელი დღის განმავლობაში მოიწყობა გასართობი ღონისძიებები და სპორტული აქტივობები. დაგეგმილია ბათუმელი მხატვრების გამოფენა. მსლად დღის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ პირდაპირ ეთერში სტუმრებთან ერთად ნათია ლომაძე ისაუბრებს. ნათია, პირდაპირ ეთერში ხარ. თეონა, დღეს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბათუმში 20-მდე სპორტული და კულტურული ღონისძიება დაგეგმილი. კონცერტები ღიაცის ქვეშ გაიმართება ქალაქის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის ბათუმის ბულვარში, ზღვისპირა პარკში და ასევე ევროპის მოედანზე. ასევე მოიწყობა სახალხო მსვლელობა სწორედ აქ მემე დაბაშიძის გამზირზე. თუ როგორია კონკრეტულად დღევანდელ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამა, ახლა ჩვენ შეკითხვებს ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორი ნათია სულგულაძე უპასუხებს. მოგესალმებით, ქალბატონი ნათია, გილოცავთ. დღევანდელ დღეს რითია გამორჩეული და რითია მასშტაბური დღესწლევანდელი 26 მაისის ღონისძიება? პირველი ვიტყვი იმას, რომ წლევანდელი პროგრამა გამორჩეულია იმით, რომ საქართველოს რამოდენიმე ქალაქში სინქრონულად მიდის რამოდენიმე ღონისძიება და ეს მოხდება პირდაპირ ჩართვებით, ტრანსლირება და მოსახლეობისთვის ამის ცნობა. შემდგომ ის რომ ფაქტიურად დატვირთულია როგორც წესი 26 მაისის ღონისძიებანი ყველა ქალაქში, მათ შორის ჩვენ ქალაქშიც მოიწყობა რამოდენიმე სპორტული ღონისძიება, რამოდენიმე კულტურული ღონისძიება, კონცერტები, მსვლელობები, ღიაცის ქვეშ და რაც მთავარია დაასრულებს გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობენ ბათუმელი შემსრულებელი და თბილისიდან მოწვეული არტისტები. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ პირდაპირ მოხდება ტრანსლირება და ჩართვა რამოდენიმე ქალაქში ერთად. ეს არის დღევანდელი წლევანდელი 26 მაისის განმასხვავებელი. ეს იმას ნიშნავს სიმბოლურად საქართველოს ერთიანობის და მე მთელ საქართველოს ვუსურვებ სწორედ ერთიანობას, გამარჯვებას და გაბრწყინებას. რამდენად მრავალფეროვანია პროგრამა, რა ტიპის ღონისძიებებია, რა სახის? პირველი ის, რომ რასაკვირველია ქალაქში საზეიმო განწყობილების შესაქმნელად, ქალაქის ცენტრალურ უბნებში და სხვადასხვა უბნებში იქნება თეატრალიზებული სანახაობები, მსვლელობები, ბერიკები, თოჯინები იმოძრავებენ, ბავშვთა ფოლკლორული საერთაშორისო ფესტივალი გახლავთ რამოდენიმე დღეა ჩვენ ქალაქში და მათი მონაწილეთა აღლუმი იქნება დღის განმავლობაში. იქნება საზეიმო მატარებელი, იქნება კამერული და სასულე ორკესტრების კონცერტები, ბათუმელი მხატვრების გამოფენა რასაკვირველია და გალა კონცერტი, საზეიმო გალა კონცერტი. უკვე დაიწყო ღონისძიებები, ეს არის საერთოდ რამოდენიმე ქალაქში უკვე მრავალჟამიერი ერთად შესრულდა და ამით მიელოცა მთელ საქართველოს ბათუმიდანაც დღევანდელი დღე და უკვე გრძელდება, მიმდინარეობს უკვე სპორტული ღონისძიებები. ფიგურულ სრიალში გალა კონცერტი არის, ველო შეჯიბრი დაიწყო, დღის განმავლობაში კიდე სხვადასხვა გაგრძელდება, უკვე არის საბრძოლო ტექნიკის გამოფენა დაწყებული და მივყვებით ახლა მალე ბათუმისათვის დაღუპულ მებრძოლებს პატივს მივაგებთ და გაგრძელდება. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ შეკითხვებს ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორი ნათია სულგულაძე პასუხობდა. რაც შეეხება სპორტულ ღონისძიებებს, დაახლოებით 10 სახეობაში ჩატარდება შეჯიბრი და სპორტის მოყვარულები უნდა მივიდნენ როგორც 6 მაისის პარკში, ასევე ბათუმის ზღვისპირა პარკში. კონკრეტულად რა არის დაგეგმილი? ახლა ჩვენ შეკითხვებს უპასუხებს ბათუმის აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მერაბ ნაგერვაძე. მოგესალმები მერაბ. როგორია დღევანდელი გეგმა? პირველ რიგში მინდა მიულოცო ჩვენს აჭარას და მთელ საქართველოს დღევანდელი დღე, დამოუკიდებლობის დღე და უნდა ვუსურვო, რომ ძალიან მალე, რაც იმედი გვაქვს ჩვენ, რომ გამთლიანდება და გაერთიანდება საქართველო, ძალიან მალე მოხდება ეს და ყველა ქართველის ოცნება ის რაც არის, რომ საქართველო იყოს ერთიანი გამთლიანი, აუცილებლად მოხდება ჩვენ ამის მსჯელავს. რაც შეეხება სპორტულ ღონისძიებებს, დღეს დაგეგმილია 10-მდე სახეობაში სპორტული ღონისძიებები, ახლა მიმდინარეობს ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქეთ ახალი ჩვენი ძველი ბულვარის გასწვრივ ველოგარბენი, შემდეგ 6 მაისის პარკში მოხდება სადასო სახის ღონისძიებები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომელიც დღევანდელ დღეს შეეფერება, სადაც ეს არის ქართული სულისკვეთება, ეს არის ქართული საბრძოლო ხელოვნების ღონისძიება გაიმართება ასევე და დღევანდელი დღე მოკლედ იქნება დატვირთული როგორც სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებიც, ასევე სპორტული ღონისძიებები. აი სპორტულ ღონისძიებებში რამდენი მონაწილე ჩაერთვება, რამდენად იქნება? დაახლოებით 300-ზე მეტი მონაწილე იქნება, აქ არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ სპორტის წარმომადგენლები, აქ იქნება მოყვარულები, მოქალაქეები, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ჩვენი ყველაზე მთავარი ამოცანა, ამიტომ დღევანდელი დღე არის სიმბოლურად იმის მაჩვენებელი, თუ ხვალ როგორ უნდა განვითარდეს მომავალი თაობა, ჯანსაღი თაობა, რომ მივიღოთ ერთიანი და მთლიანი საქართველო.
ძალიან დიდი მადლობა. 26 მაისისად მიძღვნილი ღონისძიებების უმრავლესობა დაიწყება რამდენიმე წუთში, ზუსტად 12 საათზე. პირველი აქტივობა კი უკვე გაიმართა და ველომარათონმა სტარტი აიღო ახალ ბულვარში და დასრულდა შერატონთან. რაც შეეხება სხვა ღონისძიებებს და აქტივობებს, ის დღის ბოლომდე გაგრძელდება და გალა კონცერტით დასრულდება.